საშინაო სკოლის გაკვეთილებს წარმოგიდგენთ კომპანია Silknet. გამარჯობათ. ჩვენი საუბრის თემა არის ილია ჭავჭავაძის ლექსი ბაზალეთის ტბა, რომელშიც წარმოჩენილია პოეტის მოლოდინი და იმედი, რომ საქართველოს მოევლინება გმირი, ხსნელი. სწორედ იგი მოაპოვებინებს ერს სანუკვარ თავისუფლებას, მაგრამ ეს გმირი ერმა თავისი წიაღიდან უნდა შვას. მოდი ახლა წაგიკითხავთ ამ ლექსს, რათა მთლიანობაში შევიგრძნოთ მისი სილამაზე და მთავარი სათქმელი. ბაზალეთისა ტბის ძირას ოქროს აკვანი არისო და მის გარშემო წყლის ქვეშე უცხო წალკოტი ყვავისო. წვანია მუდამ წალკოტი, არასდროს თურმე არ ჭკნება, ქვეყნისა დროთა ტრიალსა იგი არ ემორჩილება. ვერ ერჩის თურმე მის მწვანეს, ვერც სიცხე, ვერცა ავდარი და იმის მზიან ჩრდილებში მუდამ გაზაფხული არის. წალკოტი შუა გულშია, ის აკვანი ასვენია და ჯერ კაცთაგან იქ ჩასვლა არავის გაუბედნია. მარტო ერთნი სირინოზნი იმ აკვანს გარს ეხვევიან, მარტო იგინი გრძნეულნი დასტრპიან და დამღერიან. ამბობენ თამარ დედოფალს ის აკვანი იქ ჩაუდგამს და ერს თვისთა ცრემლთა დენით ტბა კარვად ზედ გადუხურავს. იქნება აკვანში ის ყრმაწევს, ვისიც არ ითქმის სახელი, ვისაც დღედაღამ ნატრულობს ჩუმის ნატრითა ქართველი. თუ ესი არის ნეტა მას ვაშკაცსა სახელოვანსა, ვისიც სახელი პირველად დასწუდება იმ აკვანსა. თუ ესი არის ნეტა მას დედასა სახელდებულსა, ვინც იმ ყრმას პირველ მიაწვდის თვის ძუძუს მადლით ცხებულსა. ბაზალეთის ტბა ერთ-ერთი ულამაზესი ტბა არის საქართველოში. როდესაც ილია დუშეთში მუშაობდა მოსამართლედ, ალბათ არაერთხელ დატკბებოდა მისი სილამაზით, მაგრამ ალბათ არც ამ სილამაზის ტკბობისას დატოვებდა მას ერთი მნიშვნელოვანი ფიქრი, მაგრამ რამდენად მშვენიერი ხარ, იმდენად უფრო მიკვდება გულიო. ამ სიტყვებს ის ეუბნებოდა საქართველოს ლამაზ მშვენიერს, მაგრამ შეურაცხყოფილს, ღირსება აყრილს, თავისუფლება დაკარგულს. საქართველო უკვე დიდი ხანია იყო დამონებული, დამორჩილებული, დაშლილი და ეს უკლავდა პოეტს მწარედ გულს. მტერთან გამუდმებულ ბრძოლაში ქართველ ხალხს მართალია დიდი სისხლი დაეღვარა და რჯულისა და მამულისათვის არ ეღალატა, მაგრამ ახლა ძალიან მძიმე ვითარებაში იყო. მე-19 საუკუნეში თითქოს გამოფიტულიყო. ადრინდელი ძალგულოვნება სადღაც გამქრალიყო და მამათა საკვირველი საქმენი სამწუხაროდ შვილს უკვე აღარც ახსენდებოდა. ილია ოცნებობდა ერის გამოღვიძებაზე, ამოძრავებაზე. თვითონ ძალღონეს არ ზოგავდა არც თავისი მწერლობით და არც თავისი მოღვაწეობით და ამისკენ მიმართავდა მთელ თავის ფიქრს და მთელ თავის ოცნებას. გარშემო იკრებდა მამულიშვილებს, რათა ჩამქრალი ცეცხლი მამულიშვილობის სიყვარულისა აეღორძინებინა, გაეღვივებინა, კოცონად ექცია და ადამიანებისთვის ჩაენერგა, ქართველებისთვის, რომ აუცილებელი იყო ერის საკეთილდღეოდ ზრუნვა. ილია ოცნებობდა თავისი პოეზიით, თავისი ცხოვრებით იმ გმირზე, რომელიც ერს თავისუფლების მოპოვების გზაზე გაიყვანდა, თვითონ წინ უშიშრად წაუძღვებოდა და ღვთის დახმარებით გამარჯვებასაც მოაპოვებინებდა. ბაზალეთის ტბაში, როგორც წეღანაც აღვნიშნეთ, სწორედ ეს ოცნებაა წარმოჩენილი. გმირის ძიება, რომ უნდა მოვიდეს გმირი, მოლოდინი მისი, რომანტიკული პოეზიისთვისაც იყო დამახასიათებელი და ძალიან მნიშვნელოვანი თემა იყო. მაგალითად, რომ გავეხსენოთ გრიგოლ ორბელიანის ნატრა ლექსში იარალის. აი როგორ წერს გრიგოლ ორბელიანი ამ ლექსში. ვინ აღჯთეს გმირი, რომ მის ძლიერი, ბედს დაძინებულს ხმა აღადგენდეს, რომელ მარჯვენით ერთისა დაკვრით, უსულოდ ვეშაპს მიწად დასცემდეს. რა თქმა უნდა, ვეშაპში აქ იგულისხმება სწორედად მტერი. მე-19 საუკუნეში საქართველოს მტერი იყო რუსეთის იმპერია, რომლის ერთ-ერთ გუბერნიად იყო ნაქცევი საქართველო, ერთ დროს აყვავებული და დიდებული სახელმწიფო.
თვითონ ილიას წუხდა სხვა ლექსებსა და განსაკუთრებით პოემა აჩდილში, რომ სამწუხაროდ საქართველოში გმირის დამბადი დიდი საგანი აღარ არსებობდა. ესე იგი ქართველებს უკვე ეს მიზანი აღარ ამოძრავებდათ, რომ საქართველო გაეთავისუფლებინათ. ამიტომაც იყო ჩამქრალი ყოველგვარი იმედი მომავლისა. ყველა თითქოს ჩაკეტილიყო და პირად კეთილდღეობაზე ზრუნავდა. საზოგადო საქმე სამწუხაროდ აღარავის აღელვებდა. და რადგან საზოგადო საქმე აღარავის აღელვებდა, არც ის დიდი მიზანი იყო. ილია არ კარგავდა იმედს და ღვთისაგან მანუგეშებელი ცისარტყელის გამოჩენას მოელოდა ცაზე. ცისარტყელა, როგორც ვიცით, სიმბოლოა იმისა, რომ უკეთესი მომავალი ექნებოდა ქვეყანას. ილიას ჯეროდა, რომ არ შეიძლება ისეთი წარსულის მქონე ხალხს, როგორიც იყო ქართველი ერი, ამგვარად გაეგრძელებინა თავისი ცხოვრება. ის ცდილობდა, რომ აწყოდან კი არ მიეღო ქართულ ხალხს ენერგია, არამედ წარსულიდან. და ამ ლექსშიც არის გასოცხლებული წარსული და დიდი იმედია გამოთქმული, რომ ერი იმ დაკარგულ ღონეს, ასე ვთქვათ, ისევ დაიბრუნებდა. მართალია ხალხში არსებობდა ლეგენდა იმის შესახებ, რომ უძველეს დროში ბაზალეთის ტბის ადგილას იყო სოფელი, მაგრამ ილია ქმნის სრულიად ახალ პოეტურ ლეგენდას, ერთგვარ ალეგორიას, რომლითაც ერის მომავალს წინასწარმეტყველებს და ეს წინასწარმეტყველება არის სანუგეშო და საიმედო. ლექსი თავიდანვე, ხომ წავიკითხეთ და მოვისმინეთ, აჩენს რაღაცნაირ მოლოდინს, რომ დიდი საიდუმლოს შესახებ იქნება საუბარი, რომ რაღაც საიდუმლოს გაგვანდობს პოეტი. ისეთნაირად არის სტრიქონები, ისეთნაირად მიყვებიან ერთმანეს, თითქოს ილია ვიღაცისგან გაგონილ ზღაპარს გვიყვება. ბაზალეთის ტბის ძირას ოქროს აკვანი არისო. აკვანში ჩვილს ზრდიდნენ და ჩდება უკვე მოლოდინი რაღაცა სიახლისა. თან ეს აკვანი არის ოქროსი, რა თქმა უნდა, ტყუილად არ ესმება ამას ხაზი. ოქრო არის ძალიან ძვირფასი ლითონი და მკითხველსაც უჩნდება განცდა, რომ ეს აკვანი არის ძალიან ძვირფასი. ეს არის ერის საუნჯე. თანვე მკითხველს უჩნდება ასეთი კითხვებიც, საიდან გაჩნდა ეს აკვანი ტბის ძირას? რა ბედი მოელის იმ პაწაწინას, რომელიც ამ აკვანში არის? თანაც საგულისხმოა, როგორ ხატავს აკვნის გარემოს. აქ უცხო წალკოტი ყვავის, უცხო სწორედ მის მშვენიერებაზე მიანიშნებს. ხეები ყვავიან, ყვავილები ყვავიან, დაუჭკნობლად ყვავის ყველაფერი. თითქოს 60 არის დახატული, მარადმწვანეა ყველაფერი და მარად ნორჩი არის. დროს არ ემორჩილება, აი დროის დიდება თითქოს არის შეჩერებული და თითქოს მარადისობას ვუმზერთ აი ამ სტრიქონებს, როდესაც ვკითხულობთ. ამ სიმწვანეს ვერ ვნებსო, ვერც ავდარი, ვერც სიცხე და ვერც სიცივე. აქ არის მარადიული გაზაფხული და ეს მარადიული გაზაფხული, რა თქმა უნდა, მარადიული აღორძინების სიმბოლოა. სიცოცხლე ჩქეებს ამ წალკოტში მთელი თავისი სისავსით. მართლაც საოცრად შთამბეჭდავი, წეღანაც ვახსენეთ, თითქმის ზღაპრული გარემო იხატება. ამგვარად პოეტი გვამზადებს მეტად მნიშვნელოვანი სათქმელისთვის. წეღანაც თქვი, ეს მნიშვნელოვანი სათქმელი არის რაღაც საიდუმლო. ლექსში არის ნახსენები თამარ მეფე და ის არის დიდებული წარსულის გამომხატველი. ლეგენდის მიხედვით, ბაზალეთის ტბის ძირში სწორედ მის მიერ ჩადგმული აკვანია. ილიას ამით ალბათ იმის თქმა სურს, რომ ერის წარსული არის დამარხული, დაფარული, მაგრამ დაკარგული არ არის. მისი მიგნება და გაცოცხლება შეიძლება. საგულისხმოა, რომ აკვანი არის სწორედ ტბის ძირში, წყლის ქვეშ და მას ზედ გადახურული აქვს ხალხის ცრემლი ტბად. ესე იგი ხალხმა იმხელა სინანული გამოხატა, იმდენი ცრემლი დაღვარა, რომ ზედ წყლად გადაეფინა. ცრემლთ ნადენით ტბა კარვად ზედ გადუხურავს. ასეთი ლამაზი მეტაფორით გამოხატა ილიამ ხალხის დამოკიდებულება თავისი მომავლის მიმართ, იმიტომ რომ აკვანი სწორედ მომავლის სიმბოლოა. საზოგადო წყალი არის განახლების, აღორძინების სიმბოლო. ამავე დროს იგი მიანიშნებს განწმენდაზეც, რომ გავიხსენოთ ღმერთმა წარღვნის მდინარეებითა და წყლებით გაწმინდა ცოდვით დაცემული კაცობრიობა, როგორც არის ბიბლიაში აღწერილი. და ადამიანის სხეულიც, რომელიც 4 ელემენტისაგან შედგება, ამ ელემენტთაგან ყველაზე მნიშვნელოვანია წყალი.
აი სიტყვა წყალობაც წყლისგან მოდის, იმდენად მნიშვნელოვანია წყალი როგორც მაცოცხლებელი და ამიტომაც წყალს მითოლოგიურადაც ასეთი დანიშნულება აქვს, რომ ის არის ამაღორძინებელი, წყალი არის განმაახლებელი. აქაც წყალი ინახავს ერის განძს. ხალხი თავისი სინანულის ცრემლით გამოხატავს დაკარგული მამულის სიყვარულს. საგულისხმოა, რომ ლექსის მიხედვით აკვანს იცავენ გრძნეული ძალები, სირინოზები. ეს იმაზე მიგვანიშნებს, რომ საქართველოს ღვთისმფარველობა აქვს. როგორც ვიცით, საქართველო არის ღვთისმშობლის წილხვდომილი ქვეყანა და ამიტომ ქართველმა არასოდეს არ უნდა დაკარგოს იმედი. თავარია, რომ ერმა შეიგნოს თავისი ძალა, აღიდგინოს ღირსება და მოიპოვოს დაკარგული. მკითხველის მოლოდინი ნელ-ნელა იზრდება თანდათან და კულმინაციას აღწევს აი ამ სტროფში. იქნებ აკვანში ის ყრმა წევს, ვისიც არ ითქმის სახელი, ვისაც დღედაღამ ნატრულობს, ჩუმის ნატვრითა ქართველი. ვინ შეიძლება იყოს ეს ყრმა? ან რატომ ნატრობს ხალხი ჩუმის ნატვრით? საზოგადოდ ხსნელის სახელს მის გამოჩენამდე არ ამხელენ. ეს ყრმა არის თავისუფლების სიმბოლო. სწორედ თავისუფლებას ნატრობდა ქართველი ხალხი ჩუმის ნატვრით. ლექსის მიხედვით იმ ადგილას, სადაც აკვანია, ჯერ კაცთაგან არავინ არ ჩასულა. ვერავის გაუბედია იქ ჩასვლა. ესე იგი, იქამდე მისასვლელი გზა არის სახიფათო. თავგამეტებას მოითხოვს, მსხვერპლს მოითხოვს, ძალიან დიდ ძალას, წმენას, ენერგიას. ადამიანს უნდა შეეძლოს სიძნელების გადალახვა, ვინც მოიწადინებს, რომ იმ აკვანს დაასწუდეს და ვინც დაასწუდება, მაშინ მას ექნება ძალა, რომ ერი გამოაფხიზლოს, ერს გაუჩინოს წმენა, შემატოს ენერგია. და ამგვარად არის წარმოჩენილი ამ სტრიქონებში გმირის მოლოდინი და ნატვრა, რომ გამოჩნდება ვიღაც უშიშარი, რომელიც ყოველგვარ დაბკოლებას გადალახავს. პოეტი ლექსში გამოხატავს ძალიან დიდ რწმენას, რომ საქართველოში აუცილებლად დაიბადება ასეთი გმირი. თავარია, რომ ქართველ ხალხს თავისუფლების წყურვილი არ ჩაუგდეს. თავარია, რომ გამოჩნდნენ სახელოვანი მამები, სახელოვანი დედები, რომლებიც შვილებს მამულის სიყვარულით აღზრდიან და ქრისტეს მცნებებს ჩაუნერგავენ. ასე გამოხატა ამ ლექსში ილიამ რწმენა, რომ საქართველო აუცილებლად მოიპოვებდა თავისუფლებას. ილიას ოცნება ახდა. ახლა მინდა გაგახსენოთ ერთი ლექსი, რომელშიც ილია წერს: დაეთუნდ მოვკვდე არ მეშინიან. მაგრამ კი ისე, რომ ჩემი კვალი ნახონ მათ, ვინცა ჩემს უკან ვლიან, თქვან აღასრულა მან თვისი ვალი. მართლაც ილიამ თავისი ვალი, მამულიშვილური ვალი, პოეზიით, მოღვაწეობით აღასრულა. ერს ჩაუნერგა თავისუფლების იმედი. აი ეს იყო ამ ლამაზი ლექსის მთავარი სათქმელი, სასოწარკვეთილი ხალხის გამომხიზლება და მისთვის წმენისა და იმედის ჩანერგვა. გმადლობთ ყურადღებისათვის.